გასული დღეების განმავლობაში კუნძული სანტორინი საშინელი გეოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მიწისძვრების სერიის გამო ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და აქტიური ადგილი ფაქტობრივად სრულიად დაცარიელდა. სანტორინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უნიკალური კუნძულია საბერძნეთში, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარეობს. ის კიკლადების არქიპელაგზეა და გამოირჩევა თავისი თვალწარმტაცი ხედებით, ლურჯ-გუმბათიანი თეთრი სახლებით, ვულკანური ლანდშაფტითა და მზის ჩასვლის ხედებით. სანტორინი, როგორც ვიცით, ვულკანური კუნძულია და მისი დღევანდელი ფორმა ძველი წელთაღრიცხვით 1600 წელს ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს ვულკანური ამოფრქვევა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამოფრქვევად ითვლება. ამასთანავე მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ამოფრქვევამ გაანადგურა მინოსური ცივილიზაცია კუნძულზე. აქვე ცოტა რამ შეგვიძლია ვთქვათ მინოსის კულტურაზე. ესაა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია კუნძულ კრეტაზე, რომლის სახელიც ლეგენდარული მეფის მინოსისგან მომდინარეობს. არქეოლოგიური გათხრების დროს იქ აღმოაჩინეს სასახლეები, ნავსადგურები, სასოფლო დასახლებები, ნეკროპოლისები, კერძო პირების სახლები, კედლის ფრესკებით და რელიეფებით იყო შემკული. ქალაქ მიკენს, საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, გვიანდელი ხანის ბერძენი მწერლები ტროაზე გალაშქრებული ბერძენთა ჯარის წინამძღოლი აგამემნონის სახელს უკავშირებდნენ. ქალაქი ნეოლითის პერიოდიდან დაახლოებით 1050 წლამდე იყო დასახლებული. დღესაც კი მიკენის ციტადელის მონუმენტური კარიბჭე ქალაქის მნიშვნელოვანებისა და ძლიერების შთამბეჭდავი მოგონებაა. ქალაქის გალავანი სამგზის აიგო ძველი წელთაღრიცხვით 1340 წელს, ძველი წელთაღრიცხვით 1250 და 1200 წლებში. ყოველი შემდგომი კედელი იყო უფრო მძლავრი და უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ძველი წელთაღრიცხვით 1250 წელს გალავანი მოიცავდა სამარხების წრეს. გალავანში ორი კარიბჭე იყო გაჭრილი. დასავლეთით მონუმენტური ლომების კარიბჭე და პატარა გვერდითი კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ძველი წელთაღრიცხვით 1200 წელს აგებული უკანასკნელი გალავანი იცავდა ციხესიმაგრის წყლით მომარაგების სისტემასა და მიწისქვეშა ცისტერნებს. ეს გალავანი იყო დაახლოებით 7,5 მეტრის სისქის და 9 მეტრის სიმაღლის. კედლის მშრალი წყობა ციკლოპურის სახელითაა ცნობილი, რადგან ძველ ბერძნებს ჯეროდათ, რომ მხოლოდ გიგანტ ციკლოპებს შეეძლოთ მსგავსი გიგანტური ქვების აწევა. ახლო აღმოსავლეთის ციტადელების მსგავსად, ლომების კარიბჭე ითვალისწინებდა ასევე მცველებს, რომლებიც ალბათ უფრო კარის თავზე იქნებოდნენ განლაგებული ვიდრე მის გვერდებზე. კარიბჭიდან ციტადელში შესაბამისად გაფორმებული გზა, დიდი პანდუსის სახელით ცნობილი, მიემართებოდა ბორცვისაკენ. ჩაუვლიდა სამარხების წრეს, სამეფო რეზიდენციას და სათათბირო დარბაზს. მმართველთა რეზიდენცია აგებული იყო ქალაქის ცენტრში, უმაღლეს ადგილას. მისი დამახასიათებელი ნაწილი იყო ვრცელი მისაღები დარბაზი, რომელსაც მეგარონი, ანუ დიდი ოთახი ეწოდებოდა. მთავარ შიდა ეზოს მივყავართ ფართო, სწორკუთხა შენობისაკენ, პორტიკითა და ვესტიბიულით და ბოლოს დიდი ოთახისაკენ, რომელიც უშუალოდ უახლოვდებოდა ძირითად ოთახს. ტიპურ მეგარონს ჰქონდა ცენტრალური კერა, ხოლო მის გარშემო 4 ხის სვეტი იყო, რომლებიც იკავებდა ჭერს. სახურავი კერის ზემოთ იყო ამაღლებული სინათლისა და ჰაერის შემოსაშობად და ბოლოს ცირკულაციისთვის. არქიტექტურის ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მეგარონი სამეფო დიდებასთან ასოცირდებოდა. მოგვიანებით ბერძნებმა მეგარონის ფორმები სატაძრო მშენებლობისთვის გამოიყენეს, რომელთაც ისინი თავიანთი ღმერთების სასახლეებად მიიჩნევდნენ. ახლა კი ისტორიული მიკენიდან გადმოვინაცვლოთ დღევანდელ სანტორინზე და განვიხილოთ ის, თუ რა ხდება დღეს კუნძულზე. კუნძული მდიდარია ისტორიული ადგილებით. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არქეოლოგიური ძეგლია აკროტირი, რომელსაც ეგეოსის პომპეის უწოდებენ. აქ აღმოჩენილია ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევები, რომელიც ვულკანურმა ფერფლმა შეინახა. ალბათ ბუნებრივია გაგვახსენდეს ქალაქი პომპეი. სანტორინთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუნძული გამოირჩევა ვულკანური ქვიშის უნიკალური ფერებით. აქ ჩვენ შევხვდებით წითელ პლაჟს, წითელი კლდეებითა და ქვიშით, შავს, შავი ვულკანური ქვიშით და თეთრს, რომელიც თეთრი კლდეებითაა გარშემორტყმული. ხაზი უნდა გაესვას აუცილებლად იმ ფაქტსაც, რომ სანტორინი ცნობილია თავისი უნიკალური ღვინოებით. იქიდან გამომდინარე, რომ ვულკანური ნიადაგი განსაკუთრებულ გემოს აძლევს ზღვას. განსაკუთრებით პოპულარულია ღვინო სახელად ასირტიკო, თეთრი, მშრალი ღვინო. ბუნებრივია ისიც, რომ კუნძული გამოირჩევა ადგილობრივი კერძებით, განსაკუთრებით კი ზღვის პროდუქტებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუნძულზე ვაზის მოვლის განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებენ. ვაზს წრიულად აყალიბებენ, რადგან ის მძისგან და ქარისგან დაიცვან.
სანტორინის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ასევე ოიას მზის ჩასვლა. ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან, რომ ნახონ დაუწყარი სანახაობა. როცა ცა და ზღვა ოქროსფერ, ვარდისფერ, მეწამულ ფერებში ეხვევა. 2023 წელს კუნძულს დაახლოებით 1.3 მილიონი ტურისტი ეწვია. ხოლო საკრუიზო ლაინერებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალზე აღემატება. მათი რაოდენობა დაახლოებით 15,000 ადამიანს შეადგენს. ზაფხულში სეზონის პიკის პერიოდში კუნძულმა 16,000-17,000 საკრუიზო ტურისტი მიიღო ერთ დღეში, რამაც კუნძულის ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია. ტურისტების ასეთი დიდი რაოდენობის გამო ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ შეზღუდოს საკრუიზო გემების რაოდენობა, რათა შეინარჩუნოს კუნძულის უნიკალური ხიბლები და უზრუნველყოს მდგრადი ტურიზმი. ზოგადად სანტორინი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ტურისტს მასპინძლობს, რაც კუნძულის ინფრასტრუქტურისა და რესურსისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენად დიდია ტურისტების რაოდენობა, შეგვიძლია შევადაროთ საქართველოს ფართობი კუნძულის ფართობს. საქართველოს ფართობი დაახლოებით 70,000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო სანტორინის 76 კვადრატული კილომეტრი. თუ საქართველოს ფართობს კუნძულის ფართობზე გავყოფთ, ნახავთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კუნძულის მსგავსი დაახლოებით 900 ადგილი ჩაედევა. სანტორინი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული ადგილია მთელს საბერძნეთში. სამწუხაროდ სანტორინიზე ახლა სეისმური აქტივობის ზრდა შეინიშნება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კუნძულზე 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის გამოც ტურისტების და მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე სკოლები დახურა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. კუნძულზე გამუდმებით მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. განლაგებულია საგანგებო სამსახურის ბრიგადები. ამ დროისთვის კუნძულზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით დახურულია თითქმის ყველა დაწესებულება, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა ბუნებრივია კუნძულს ტოვებს. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, სანტორინი ვულკანური წარმოშობის კუნძულია, ამიტომ ექსპერტები აკვირდებიან, არის თუ არა მიმდინარე მოვლენები ნიშანი და სიგნალი ვულკანის პოტენციური გააქტიურებისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვულკანი აქტიურია. საქმე ეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია მისი ამოფრქვევა. მიუხედავად სეისმური აქტივობისა, ზოგიერთ რეგიონში კვლავაც ღიაა ტურისტული ადგილები, თუმცა ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ყველაზე დიდი რყევა ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც მაგნიტუდამ 5.2-ს მიაღწია. გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი სეისმური აქტივობა კვლავ გაგრძელდება და მიწისძვრის სიმძლავრე მოიმატებს, კატასტროფა ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებს და თურქეთსაც შეეხება. ჩვენი სხდაგვრჩენია იმედი გამოვთქვათ, რომ განვითარებული მოვლენები მინიმალური მსხვერპლითა და დანაკარგით ჩაივლის, ხოლო კუნძულზე კვლავ გაგრძელდება აქტიური, ჩქეფარე და მდუღარე ბერძნული ცხოვრება. თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, ხოლო კონტენტის განვითარების მიზნით გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.